ხელოვნურმა ინტელექტმა დამაჩელენჯა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოკლედ მივწერე ხელოვნურ ინტელექტს, რომ მოეწერა რაიმე Brawl Stars-ის ჩელენჯი და მოგწერა ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით რთული ჩელენჯიც, რაც პირველ რიგში ამონათდება. წავიკითხოთ, განვიხილოთ და დავიწყოთ და იმედია რომ შევასრულებ. მთელი მატჩის განმავლობაში ბუჩქებში შესვლა აკრძალული გაქვს. უკვე ნახავდით, მოკლედ რაც მომწერა ხელოვნურმა ინტელექტმა და მაინც ახსნათ, არ შემიძლია ბუჩქებში შესვლა და ისე უნდა მოვიგო სოლო შოუდაუნზე. ძალიან რთული მეპი იქნება, იმიტომ რომ ბუჩქებით სავსე არის ეს მეპი, მაგრამ ავიღებ რიკოს, რადგან ბევრი კედლებია და ჩემი აზრით რიკოთი უფრო მარტივი იქნება. დავიწყოთ უკვე მერჩი, ავიდეთ 100 ლაიქზე, რომ მეორე ნაწილი გადავიღო, სადაც ისევ და ისევ ხელოვნური ინტელექტის მოცემულ დავალებებს შევასრულებ Brawl Stars-ში. ეხლა კი დავიწყოთ უკვე მერჩი. დავიწყეთ მეგობრებო ჩვენი პირველი მერჩი. სხვათა შორის აი ეს ვიდეო დღეს მეორეა უკვე, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც პირველი არ გინახიათ, აუცილებლად ნახოთ, რადგან ძალიან მაგარი ვიდეო დაიდო. უბრალოდ ნუბმა დამაჩელენჯა და შევასრულე ის ჩელენჯი და ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა. ეხლა უნდა ვიყო ყველანაირად ფრთხილად, რომ ბუჩქებში არ შევიდეთ, თორე ჩელენჯი წაგებული მექნება და თავიდან მომიწევს მეჩის დაწყება. ავიღოთ მოდით აი ეს power cube-ები. იმედია ეხლა უმარტივესად არ მოვიგებთ, არა, იმედი რატო, ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება მარტივად უმოვიგებთ. ბევრი წვალება არ მოგვიწევს, მაგრამ რაღაც მეეჭვება იქ ძალიან ბევრ კილებს აკეთებს ვიღაც და ვეცდები ეხლა ნელ-ნელა კარგი პოზიცია დავიკავო და რამოდენიმე ტყვია მაინც გავარტყა მოწინააღმდეგეს, შესვლა არ შემიძლია, უნდა ვიყო აი აქეთ ამ მხრიდან და ვეცადო რაც შეიძლება შორიდან, კედლებიდან გავარტყა რამოდენიმე ტყვია, თუ გამომიერაშა ჩემი გაჯეტის დახმარებით. უმარტივესად მოკლა. ნახოთ, მოდი აქეთ ხარეს დავაყაროთ, ეხა აქ არის მეგობრებო შელი, გამოგვირაშა შელი, გამოგვირაშა და რა ხდება, შელის წინააღმდეგ გავარ და შეგვიძლია ეს ჩელენჯი უმარტივესად მოვიგოთ. ეს არის სიგიჟე. მოდით კიდევ ერთი მერჩი ვითამაშოთ, უკვე ჩელენჯი შესრულებულია, მაგრამ ერთი მერჩი კიდევ ვითამაშოთ. დავიწყეთ მეგობრებო მეორე მერჩი. არ მეგონა ესე მარტივად თუ მოვახერხებდი ამ ჩელენჯის შესრულებას, მინდა მთელი გულით რომ კიდევ ერთხელ დამაჩელენჯოს ხელოვნურმა ინტელექტმა, ამიტომ ძალიან გთხოვთ ვეცადოთ 100 ლაიქზე ასვლას. დიდი ხანი აღარ დამიდია ორი ვიდეო მართლაც და იმედია რომ მოიხოდება ორივე ვიდეო და თუ რა თქმა უნდა გამოხმაურება იქნება, ვეცდები ხშირად დავდო ორ-ორი ვიდეოები, თან მით უმეტეს ხა უკვე სკოლიდან დასვენებებია და წერეთ თქვენ რომელსაც გირჩევნიათ ხოლმე დაიდოს. ვცდილობ რომ ერთი ვიდეო დილას დავდო ხოლმე და თუ მეორესაც დავაპირებ დადებას, მეორე უკვე საღამოს დავდო. უფრო ხშირად როცა დაიდება ვიდეო, დაიდება დილის 11 საათზე. ამიტომ ყველა მიცოდეთ, ედგარმა გამომიერაშა და წავაკე. მოდით კიდევ ერთი მერჩი ვითამაშოთ. დავიწყეთ მეგობრებო ჩვენი მორიგი მერჩი და დღევანდელი ვიდეოსთვის საბოლოო, ეხლა უნდა ავირჩიოს სწორი გზა, რომ ბუჩქებში არ მომიწიოს გავლა, რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბუჩქებით არის როგორც ქვია ეს მეპი სავსე. მოდით აქეთ მხრიდან ავიდეთ, აქ დაველოდოთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ვერ გავარტყი სამწუხაროდ, ვეცდები ეხა გავარტყა, ლუ არის ზევით მხარეს. აი აქ ბუჩქებში და ვეცდები რამენაირად მოკლა, ძალიან გამიჭედა ეხა ინტერნეტმა და არ მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს იმის ნიშანი, რომ მე ეს მერჩი წავაგო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ყველა მხრიდან არიან ბრაულერები, უნდა გავიქცე ეხა რამენაირად და მაინც წავაგე სამწუხაროდ. აი არ მინდა რომ წაგები დავასრულო ეს ვიდეო, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს, მაგრამ რაც შეეხება ჩელენჯ, ძალიან მარტივი ჩელენჯი გამოვიდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი ესეთ მარტივ ჩელენჯს თუ მოგცემდე. მაგრამ როდის იყო დესენტი წაგებული ამთავრებდა ვიდეოს, ამიტომ კიდევ საბოლოო მერჩი ვითამაშოთ. ბედიც ესეთი უნდა მეგობრებო. როცა თამაშობ ჩელენჯს და წარმოიდგინეთ ესე გაჩნდებით, სადაც ამდენი ბუჩქებია, რა უნდა გააკეთო? ანუ ჩვენ აქედან ეხა ვერ გავალთ, იმიტომ რომ ჩელენჯი წაგებული იქნება, ამიტომ უნდა დაველოდოთ თუ გამოგვირაშავს ეხა აი ეს ედგარი რომ მოკლა მარტივად, გამომირაშოს ვინმემ დიდი სიამოვნებით, გამომირაშა ერთმა და ძალიან მარტივად მოკალი. ნახოთ, არა და ძალიან გული მწყდება ესეთი წაგების გამო, შემეძლო მოგება, ნახოთ ედგარი თუ გამომირაშა და ნუ ესე დამთავრდა ჩვენი ვიდეო ერთი სიტყვით. იმედია რომ მოგეწონა ჩემო გამომწერებო, ძალიან სახალისო და საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თუ გინდათ მეორე ნაწილი, კი იცით რაც უნდა ქნა, ჩახვიდეთ ქვევით, დაალაიქოთ, ავიდეთ 100 ლაიქზე, ასევე გაუზიარეთ მეგობრებო ჩემი ვიდეოები და ჩემი არხის შესახებ, რომ უფრო მეტი გამომწერი მომემატოს და ავიდე რაც შეიძლება მალე 15000 გამომწერზე, მაგრამ ჯერ 14000 გამომწერზე. ასევე შემოდით Facebook და Messenger ჯგუფში. მოკლედ ვინც არ იცით შეიქმნა Messenger ჯგუფი, სადაც ყველა გამომწერებს შეუძლია ჩემთან კომუნიკაცია, ამიტომ ლინკს დავტოვებ კომენტარებში და აუცილებლად გადმოდით და შემოდით. მადლობა რომ უყურებდით ამ ვიდეოს, მე კი უნდა დაგემშვიდობო ჩემო მეგობრებო, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.